მე იმიტომ ვანახე ეს წერილი თავისი ხელით დაწერილი, რომ ეს რაღაცნაირად ანდერძია რა, ანდერძია უწმინდესის ეს მარტო ჩვეულებრივი წერილი ხო არ არის რომ მოსაყდრეთ რაღაცა, მამაში დანიშნა რაღაცა, დიდი ხნის ნაფიქრი და ქართველი ხალხის მიმართ გაკეთებული ანდერძია რა. მე ესე უყურებ ამ ამბავს და რა თქმა უნდა გადავეფარებით ყველაფრით ის ხალხი და ის ადამიანები და ის საზოგადოება ვინც დღეს საქართველოში აი ამ მშვიდობას იცავს და კბილებით უჭირავს ის იმიტომ რომ ყველგან ცეცხლს ახსენებენ რა გადავირიე ცეცხლი ოლიგარქიას ცეცხლის წვიმებით ცვიოდეს ცეცხლი რა ცეცხლი აი რა ცეცხლი მაგრამ იმიტომაც ვერასოდეს ვერაფერს ვერ მიაღწევთ რა ვერასოდეს ვერაფერს ვერ მიაღწევთ არა თან იმასაც ამბობენ რომ ესე იგი ყველანაირი მშვიდობა კი არ არის კარგი. ეს რაღაც ახალი იდეა. აი რომელი ომიანი მშვიდობაა კარგი? აი ყველანაირი მშვიდობა კი არ არის კარგი. მე გაი თუ საფრთხისმეტყველო ჭერილში წავიყვანთ, მართლა შალომი რაც მშვიდობას ნიშნავს და მაცხოვარი რომ მიდიოდა მოციქულებთან, ხო? მშვიდობას რო ეუნებოდა, ომის გარეშე ყოფნას კი არ ეუნებოდა მადლის ერთობლიობა, სადაც სიკეთე, სიყვარული, სითბო, ჭეშმარიტება იყო გაერთიანებული. ამიტომ ებრაული შალომი ნიშნავს ამას. მადლისეულ ძღვენს დაუმსახურებას, რომელსაც ჩუქნის ღმერთი ადამიანს. ეს კი ბატონო, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ისე ომიანი მშვიდობა გაქვს. ყველანაირი მშვიდობა კი არ არის. სხვანაირი მშვიდობაა.